Albatros Entertainment-ი და Rai Fiction-ი წარმოგიდგენთ. Cinzia Torinis serials. მე ამბოხე მიწა. მონაწილეობენ ანა პაველა, Rodrigo Guirao, Fabrizio Bucci, Sabrina Garcia Arena, Umberto Zurita Lupos როლში. Fabian Mazzei, Joaquin Bertoldi, Ivana Lotito, Alessandro Bertolucci, Ralph Palca, Daniela Stalteri, Sara Maestri, Jorge Delia, Anna Pantoni, Silvia Calpiani, Elvira Villarino, Maurizio Matoli, Achille Vincenzi's როლში. Mattias Braga, Graf Giardinis როლში. Kompozitori Fabrizio Bondi. Produseri Franco Casellato. Kostümების მხატვარი Enrico Serafini. Operatori Marcello Lavintmani. Scenaris autori Peter Exaguostisi. Თავარი პროდიუსერები Alessandro Giacchia და Maurizio Momi. რეჟისორი Cinzia Torini. Ekimo. დაიწყო. ღმერთო. შეგნით შეიყვანეთ. ყველა ნადირობის დროს დაიჭრა რა ლუჩო? ლუპოზე ნადირობის დროს ეკიმო. მაინც დაიჭირეთ? ესე იგი შურს იძიებს და კიდევ ბევრი დაჭრილი და მკვდარი იქნება. ეს ხომ იცით? ესე შემოიყვანეთ. დახმარება მჭირდება. წყნარად დამშვიდი. თქვია უნდა ამოუღო. ეცადეთ რამენაირად დააკავოთ. კარგი. აი. მეგონა გული წაგივიდოდათ. მე კი მეგონა ამას არ გააკეთებდით. დედა. დედა. ჩუმად. იაკობ, რას აკეთებ? გთხოვ არ წახვიდე. რა გინდა? არაფერი არ მინდა. არ გსაყვედურობ. შვილს რატომ არ მჩუქნი? შენ კარგი მამა იქნები. შვილი რომ გვეყოლება ნახავ, მე შეგიყვარდები. გთხოვ იაკობო. შენ სავით ლამაზი იქნება. ბედნიერები ვიქნებით.
ძალიან ბედნიერები. ყველაფერი გვაქვს, სახლი, სიმდიდრე, ჯანმრთელობა. არა. არაფერი არ გვაქვს. ტყუილი. მხოლოდ ტყუილი გვაქვს. მე შენი ცოლი ვარ. შენ კი ჩემი ქმარი, გონს მოეგე. შენ ჩემი ცხოვრების ქალი არ ხარ. ცუხვარ. Maria? ხომ ხედავ, ბოლოს მაინც მოვედი. ეკიმო ეს აქ რას აკეთებს? წავიდე აქედან. ელენა, თუ შეიძლება. იქით დამელოდეთ. კარგი. ეკიმო, შენ წადი. უნდა გასინჯოთ. ამბობს ცუდად ვარო. გარეთ. ახლა რატომ მოხვედი? ხომ ხვდები, რომ ასე შენთვის უარესია? შენთვის არ არის უარესი ამდენისმა. ეგ სხვა რამეა. ჩემი ცხოვრება მორჩა. დაჯექე. ჩემი ცხოვრებაც დამთავრებულია, ეკიმო. ცივი ხელები მაქვს მაპატია. უარესს ვარ მიჩვეული. ძალიან გამხდარი ხარ. მეტი უნდა ჭამო. გენგას ვეტყვი. და რა მჭირს? გაჩუმდი და დაახველე. დამპირდი რომ წამლებს დალევ. თუ არ დამიჯერებ, ცუდად დამთავრდება. უკეთესია. შემბერდი. შენ კი შემპირდი რომ ტავერნაში აღარ მოხვალ. არა. აბა ეკიმო, რა აბა? რა სჭირს? ვენერიული დაავადება. აი რა სჭირს? გადამდებია თუ მუშაობას გააგრძელებს, ყველა კლიენტი დაავადდება. არ მგონია ეს გაწყობდით. შენი ქმარი აქ არის? კი. ეკიმო, მე და შენ სალაპარაკო გვაქვს. გისმენთ. წამლები მიეცი. მეტი უნდა ჭამოს და გაუფრთხილდ ეს თავს. თუ კარგად არ მოიქცევი, ნახავ რაც მოგივა. რას ამბობ ეკიმო? მე მას როგორც საკუთარ შვილს ისევ ექცევი. თვითონ დასდევს მეჯინიბეებს. რამდენიმე დღეში მოვინახულებ, თუ უკეთესად არ დამხვდება. რა გინდათ? ჩემი მოკლა? ნუ ღელავთ ეკიმო, ვუმკურნალებ. მეც არ მაწყობს რომ გოგონა ავად იყოს. ნამდვილად არ მაწყობს. ხო, არ გაწყობს. რას უყურებ? ასე რომ ვარ ესეც შენი დამსახურებაა. მგონია ჩემზე უკეთესი ხარ? კარგად დაგინახეს შენი დისკმართან როგორ დაძვრები.
ოჯახ გრაფინია. დამარტყი ამას ყველა აკეთებს. მე მეძავი ვარ. მეძავებს კი ისე ექცევიან როგორც უნდათ. შენ რომ არ ყოფილიყავი ანდრეა ცოლად მომიყვანდა. თუ გაგვიჭირდებოდა მოსამსახურად ვიმუშავებდი, მაგრამ ყველაზე კარგი მეჯინი ბესწოლი ვიქნებოდი. ახლა შემომხედე. ანდრეა კი ბორკილებით დაბმული მოკვდება. გეყოფა. გთხოვ, გეყოფა. შენის მიატოვე. შეპირდი დაგეხმარებიო, მაგრამ არაფერი არ გააკეთე. ის უდანაშაულოა და ციხეში ზის. მის ადგილას იაკოფო და ის შენი საშინელი და უნდა ყოფილიყვნენ. ისინი რა შუაში არიან? ვითომ არაფერი იცი? ეგ შენს კარგად იცი. ანდრეამ რა გითხრა? იგივე რაც შენ. ჩემთვის არ უთქვამს ვინ იყო. გამოიცანი რატომ? შენ ხომ ძალიან ჭკვიანი ხარ. იმდენი წიგნი გაქვს საკითხული. იაკობო. იაკობო იყო? მიპასუხე ის იყო? ხო. და შენ მადამმა ხელი დააფარა. მაგრამ ამას ვინ დაიჯერებს? მართველი ის არის. და კანონი მისია. მაგრამ ის მამამისი იყო. ეს იზღებოდა. შეუძლებელია. ანდრეამ მითხრა და მე მისი მჯერა. რადგან მე ის მართლა მიყვარს. აბა სასამართლოზე რატომ თქვა მე ვიყავი? მეც ვიყავი იძულებული მეძავი გამხდარიყავი. მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ. შენ დიდგვაროვანი ხარ. მდიდარი დაიბადე. შენ მისთვის ცუდის მეტი არაფერი გაგიკეთებია. ელენა, როგაჩადან მოგაკითხე, სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეთ. როგაჩაში? უნდა წავიდე. რა მოხდა? მას 67, 111, 97, 158, 169, 22, 34, 36, 74, 79. ორი აკლია. 178 და 185. 178? საჯანდაბაში 178. სად არის? სად არის 178? შორს ვერ წავიდოდნენ. უნდა დავიჭიროთ. ადექი. არა, აღარ შემიძლია. ადექი გეუბნები. არ შემიძლია. გეყოფა. შენ მაინც უშველე თავს. წამოდი. არა. ლუიზა. სად არის? ჯინა. გრაფინია საშინელება მოხდა. ლუიზა. მამა. მოკვდა? ხო. რა მოხდა? არ ვიცი. აქ წერია რომ არნაში გადახდა. მამა. არა. გვიშველეთ. რა იყო, რა მოხდა? გრაფინიას დაეხმარეთ. რა უქენი? მამა ჩვენი მოკვდა. ელენა. გრაფინია. მამა. გამაგრდით. ისუნთქეთ. ლუიზა. მამა მოკვდა. ჩვენ ვერ ხვდებოდით რა სასოწარკვეთილი იყო. მე რომ წავყოლოდი. თხოვა წამომყევია. ჩემს თავს არ ვაპატიებ. ამას ნუ ამბობ. შენი ბრალი არ არის, ელენა, გთხოვ.
უცნაურია. მას კრედიტის საბუთებიც მივეცი. ანდრეა, დაგვეწევიან. იარე. აღარ შემიძლია. მეტი აღარ შემიძლია. გაუძელი. ნახა, მოვატყუებთ, გავექცევით. მოიცადე, გაჩერდი. ამოისუნთქე. ცივა. ცივა. შენ უნდა წახვიდე. მე შენთვის ზედმეტი ტვირთი ვარ. უკეთ გახდები. მე ამჭირდება. დაწყნარდი. მისმინე. იქი ჭაობია გაიგე. თუ მას გადავალთ გადავრჩებით, უნდა გაუძლო გესმის. წავედით. წამოდი. იქნებ სიმართლე არ გითხრა. იქნებ მოგვატყუა. დაიცადე სანამ გავთხოვდებოდი. მაგრამ ამას არ იზამდა. არასოდეს მიგვატოვებდა. არასოდეს. კარგი. მართალიც რომ იყო ეს რას უშველი და უკვე მკვდარია. რა უნდა ვქნათ? ახლა არაფერი, მაგრამ ფლორენციაში რომ დავბრუნდები, უნდა გამოვიცე. ლუიზა, ცუდად ხარ? რა გჭირთ? კარგად ვარ. არა ქალბატონო, უკვე მესამეჯერ მიგდით დღეს გული. რამე უნდა ჭამოთ? გონი ხვალ შენთან ერთად ვერ წამოვალ. ცუდად ვარ. კარგი, 2 დღით გადავდოთ გამგზავრება. არა, შენ წადი. ჯინა გამოყვება. გპირდები, როგორც კი კარგად გავხდები, მეც ჩამოვალ. როგორც გინდა. შემიძლია ქალაქამდე მაინც გაგაცილოთ. არ არის საჭირო, ლუჩო გააცილებს. გმადლობთ, იაკობო. ჯობია ლუიზასთან დარჩე. კარგი. მაბატე ელენა, მაგრამ ფლორენციაში სასწრაფო საქმეები მაქვს, აუცილებლად უნდა მივხედო. თუ გინდა შეგიძლია ჩემთან ერთად წამოხვიდე. არა, მე ექიმტონალისთან საქმე მაქვს. ვიცი, სამწუხაროა რომ ასეთ ვითარებაში შევხვდით. მამა თქვენმა შეტყობინება გამომიგზავნა, სასწრაფოდ უნდოდა ჩემი ნახვა. არ გინახავთ? არა. მიზეზის შესახებ არ მოუწერია? არა, მაგრამ რაღაც რკინიგზა ახსენა. თქვენი სიძის მიწებზე. ამ პროექტში მთავრობის რამდენიმე კორუმპირებული წარმომადგენელი იყო გარეული. აინტერესებდა ვიცოდი თუ არა რამე. ეს არავისთვის გითქვამთ? არა. არავის უთხრათ. ჯერ ყველაფერი უნდა გავარკვიო. სიტყვას გაძლევთ. დარწმუნებული ხართ, რომ მისი ნახვა გინდათ? ცუდად გამოიყურება. ვერ გაუძლებთ. მამა ჩემის ნახვა მინდა. ამისთვის დიდი გზა გამოვიარე. კარგი.
პატივცემულო. გრაფინია, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას. გმადლობთ. მართლა საშინელი ტრაგედიაა. ვიცი რომ მამა თქვენმა ყველა თავისი ვალე გადაიხადა. ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მომმართოთ. თქვენს განკარგულებაში მიგულეთ. პრობლემა არ არის. გმადლობთ. მზად ხართ? შეიძლება მარტო დავრჩე. ის არის. აუტოპსია შეუტარეთ. რატომ? გრაფინია არ არის საჭირო. მამა თქვენის წხედარი პონტე ვეკიოს ქვეშ იპოვეს. მამა ჩემია და მაქვს უფლება. თავს დავდებ, ფილტვებში წყალს ვერ ნახავთ. ხედავთ, დარწმუნებული ვარ, ჯერ დაახრჩვეს და მერე გადააგდეს არნოში. კარგი, ყველაფერს გავაკეთებთ. დაო, თუ შეიძლება. ეს მამა თქვენის პირადი ნივთებია. მისი საათი. ბეჭედი. ეს რა არის? ეს მამა ჩემის არ არის. მისი არ ყოფილა. მისი პიჯაკის ჯიბეში იდო. ეს პრინც მარსილიას გერბია. მამა თქვენი ჩემი მეგობარი იყო. ძალიან წუხარ ძილფასო. მამა გენდობოდათ. ყოველთვის გვეხმარებოდით. რაღაც მინდა გითხრათ. რით შემიძლია დაგეხმაროთ? ყველაფერს გავაკეთებ. ეს რატომ მქონდა? მე მივეცი. ჩემს ქალიშვილს ეკუთვნოდა. იმედი მაქვს მის სიკვდილთან არანაირი კავშირი არ აქვს. რატომ მიეცით? სანამ არემაში გაემგზავრებოდი, წვეულება რომ მქონდა, მღვდელი მოვიდა და ეს გადმომცა. ჯულიას სიკვდილთან დაკავშირებული ყველანაირი ეჭვი თავიდან გამეღვიძა. ამიტომ მამა თქვენს უთხოვე გამოძიება ჩაეტარებინა. მღვდელმა მოგიტანათ? დიახ. მამა თქვენი ფიქრობდა, რომ ეს ის მოხეტიალე მღვდელია, რომელიც მარემაში მოგზაურობს. და რატომ მოგიტანათ? ეგ ნამდვილად არ ვიცი. მამა თქვენი მას ეძებდა, მაგრამ გონი ვერ მიაგნო. კიდევ ერთი რამ ვიცი, რაც მან აღმოაჩინა. იმ მღვდელს ეს სანტა ლუჩიას ეკლესიის მონაზონ მამისა. მამა თქვენი. მოგწანდით. მამა თქვენი ძალიან გულწრფელი და განათლებული კაცი იყო. მე მას ვენდობოდი. დაბრძანდით, გთხოვთ. გრაფმა როკაჩას სარდაფში ეს იპოვა. საიდუმლო ოთახში. ნახეთ. შეიძლება ვნახო. დიახ. ეს ჯულია, ჩემი ქალიშვილი. ეს სახე სადღაც მინახავს. შემთხვევით თქვენი შვილის სხვა პორტრეტიც ხომ არ გაქვთ? მისი სიკვდილის შემდეგ ყველა ჩამოვახსნევინე. მაგრამ თუ გინდათ ეს დაიტოვეთ. გული მეწვევა მის დანახვაზე. როკაჩას გეგმაც გაქვთ? მგონი კი. ასლი უნდა მქონდეს, რაც მამა თქვენს მივეცი. დარწმუნებული ვარ, მამა თქვენს ჩემი შვილის სიკვდილზე რაღაც უნდა ეთქვა.
ბოლოს რომ შევხვდი, მას დიდი ეჭვი ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემმა ქალიშვილმა ჭაობში თავი მოიკლა. მეც მსგავსი ეჭვი მაქვს მასთან დაკავშირებით. არ მგონია მამა თქვენს თავი მოეკლა. Che vostro padre si sia tolto la vita. თითქმის გავედით, გაუძელი. ჭაობი თითქმის დამთავრდა. ექიმთან წაგიყვან, კარგი? ძალა მოიკრიბე. დროზე უნდა დავეწიოთ. სწრაფად, გაინძერით. გვიპოვია, მცენარეებში დავიმალოთ, დროზე, წამოდი. წამოდი. ეს როლეთ. მოდი. კარგია. Dammi qua. Tenete. ინებეთ. È lui. მისია. Ha fatto la fine che მიიღო რასაც იმსახურებდა. Torniamo indietro. წავედით დავბრუნდეთ. მეორეზე ჭაობი იზრუნებს. Ci penserà la ანდრეა კრისტოფანი მინდოდა, È Cristofani. მაგრამ Andrea che მას poi- ბუნება გაუსწორდება. გამარჯობა. მაპატიე რომ ვერ ჩამოვედი. მარაუშავს. მაგრამ კარგი მიზეზი მქონდა. გონი ორსულად ვარ. არა. ვერ გავრისკავდი. ასეთი მძიმე მოგზაურობა ეტლით იმის შემდეგ რაც მოხდა. რა კარგია ლუიზა. თანამწუხარების დროს. იაკობო მიცის? არა. პირველმა შენ შეიტყვე. ვგრძნობა ხალი ცხოვრება დაიწყება და ყველაფერი სხვანაირად იქნება. შენთვისაც. ეს მისი პირადი ნივთებია. მამა, როგორ ჩაიარა? რთული იყო? ხო, მაგრამ კმაყოფილი ვარ. გონი მამა სიკვდილზე რამეს გავიგებთ. პოლიცია გამოიძიებს. კარგი, მაგრამ ახლა არ გვინდა ამაზე ლაპარაკი. დაღლილი სახე გაქვს. დავიღალე ლუიზა. დავიღალე ამ ძალადობით. რაც მარემაში ჩამოვედით, მარტო ცუდი ხდება. მე მგონია რომ შენ ცუდი რამ ჩაიდინე სიყვარულის გამო. გთხოვ აქედან წავიდეთ. მე არ შემიძლია, ეს არის ჩემი სახლი. მე ახლა აქ ვცხოვრობ. აქ გავაჩენ შვილებს. შენ თუ არ მოგწონს, შეგიძლია წახვიდე. ფლორენციაში რატომ არ ბრუნდები, იქ ვიღაც გელოდება. ერთი სული აქვს შენზე დაქორწინდეს. ლუიზა, ძალიან გთხოვ. რა სიზამ? ახლა მარტო დარჩი. კაპიტნის წინადადებას რატომ არ იღებ? არ შემიძლია. არ შემიძლია გავყვე კაცს, რომელიც არ მიყვარს. როგორც გინდა, ისე მოიქეცი.
ელენა უნდა წავიდეს. კარგი რა ლუიზა. შენი და ჩვენს მეტი აღარ მიყავს. მომისმინე. საშიშია. არ დაგვიჯერებს. თავარი საფრთხე ანდრეა. ისევ ცოცხალია. ყველაფერს გააკეთებს რომ დაბრუნდეს და შური იწიოს. იმ სამხედროს გადაუხადე. უთხარი რომ მიეხედა. კი, მაგრამ მას შემდეგ აღარაფერი გამიგია. თანაც შეუძლია იმ პატიმარებით მოიქცეს, პული ჩაიდოს და დაგვიმშვიდობოს. სანამ ის ცოცხალია, მე წყნარად ვერ დავიძინებ. ვინ არის? იაკობა, შენ ხარ? გელოდებოდი. შემაშინე. მაბატია. მოდი, ჩამეხუტე. მოწყენილი ხარ? ცოტა. საყვარელი ადამიანი დავკარგე. ვიცი. ეს რა არის? იხდება? მოდი აქ. ეს ბიჭების საქმე არ არის. მამა შენი გავიცანი. ამ უბედურებამდე ცოტა ხნით ადრე მოგვინახულა. არა, მამა თქვენს მეტი არაფერი უკითხავს. თანაც ბევრს ვერაფერს ვეტყოდი, რადგან იმ დროს მე ბრმა არ ვიყავი და ამ მონასტერში არ ვცხოვრობდი. არ ვიცოდი პრინცესა ჯულია საცხოვრობდა, ან საცდუმრობდა. ერთადერთი ვინც რამე იცის და ვენერანდაა, მაგრამ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ძალიან მოხუცია. არ ვიცი შეძლებს თუ არა თქვენს დახმარებას. მამა თქვენსაც უთხრა რაღაცეები, მაგრამ გაუგებრად. Dao veneranda. Dao veneranda. Dao veneranda. იცით ეს რა არის? ვინ ხარ? ეს ვარდია, პრინცი მარსილი. შენ რატომ გაქვს? მამა ჩემს ჯიბეში ჰქონდა სიკვდილის დროს. ხო. პრინცი მარსილი ამბობს, რომ მღვდელმა გადასცა. თქვენგან. თქვენ სად იპოვეთ? სად უნდა მეპოვნა? წლების წინ მიტოვებულ ოთახში. მერე მამა შენი რომ დაბრუნდა მადონას პორტრეტი ვაჩვენე, მაგრამ მანაც ვერ დაინახა. წამოდი, წამომყევი. ხოლო თვალებით არ შეხედო. გულით შეხედე. დაიპოვე იმას, რასაც ეძებ. არა. ის არის პრინცესა ჯულია. მეგონა წახვედით ამ დაწყევლილი ადგილიდან.
თუ გნებავთ ხვალიდან შემიძლია გავაგრძელო. ამის სათქმელად მოვედი. ალბათ გაიგებდით, რაც მოხდა. სამუდამო პატიმრობა მისჭილი ანდრეა კრისტოფანი გაქცევის მცდელობის დროს იქნა მოკლული. მოკლეს. 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 არა. მოკლეს. არა. არა. ელენა, არა. რამე შეგჭირდებით? დიახ, პირველი გაკვეთილის დრო მოვიდა. სამუდამო პატიმრობა მისჭილი ანდრეა კრისტოფანი გაქცევის მცდელობის დროს იქნა მოკლული. აი, უკაცრავად. როგორც იქნა. ელენა. ელენა. საწყალი ჩემი შვილი. იმ ჭაობში მოკვდა. ყველაფერი ჭაობში დაიწყო და დამთავრდა. ჯოვანა, გთხოვთ გულის სამალი დალიეთ. მე ცოტა ხნით წავალ, მალე ისევ დავბრუნდები თქვენ სანახავად. აქ იქნებით? რა თქმა უნდა. წადით გრაფინია ჯოჰანასთან მე დავრჩები. როკაჩაში დაბრუნდით. გმადლობ ჯინა, მაგრამ მირჩევნია აქ დავრჩე. ჯოვანა. ცოტა დალიეთ. მისი ცხედარიც კი არ მაქვს რომ ვიტირო. დაწყევლილი მიწა. დაწყევლილი. გთხოვთ დამიბრუნეთ ჩემი შვილი. დამიბრუნეთ ჩემი ანდრეა.
ანდრეა არ მომკვდარა. დარწმუნებული ხარ? ხო. დალიე. დალიე. კარგი. ეს დალიე. მოიცა. მარდალიო, წამლები ხომ გაქვს? რას აკეთებ? მithვალ თვალებ? გაიგე მირანდამ რა თქვა? ანდრეა ცოცხალია. ამ ჯადოქარს უჯერებ? როკაჩას სარდაფში ერთი ქალი ცხოვრობდა. არავინ იცოდა მის შესახებ. იქ იყო ჩაკეტილი. ცოცხლად დამარხეს. კედლები აუშენეს. ცოცხალს. ვიზე ლაპარაკობ? პრინცესა ჯულია მარსელიზე? ხო. შენი ხელი მომეცი. მომეცი ხელი. შენს გულში ორი კაცია. შენ მხოლოდ ერთს ეკუთვნი. შეგეშინდა არა? სიმართლე საშიშია არა? გაჩერდი. Come ci sei arrivato? აქამდე როგორ მოაღწიე? Lui che ha ucciso il Vincenzi, facciamo გაჩერდი მეთქი. ეს ვინჩენცის კვლელია მოკლათ. არა მოიცადე. ლუკვამ დაჭრა. ეს მიმოყვანოთ. თავისი ხელით მოკლავს. თოკი მომეცი დროზე. ადექი. გაინძერი. იარე. სათაურია სულის მოჯადოება. გამოსახულია ჩვენი მიმი, ნერეიდას როლში. ჩემთვის მიმი ისეთია, როგორც დედამის მაგააჩინა. ვინმემ დააკმაყოფილა? მარია, ელენა მითხრა რომ შენ მირანდასი უფრო გჯერა ვიდრე ჩემი. იმან თავის საქმეს მიხედოს არ შეუძლია. ეგ არ მაინტერესებს, ჩემი მოცემული წამლები უნდა დალიო. ხო მითხარი ტავერნაში აღარ მოვალო. მომეჩვენა რომ ბოლო დროს დავმეგობრდით. მე ყველას მეგობარი ვარ. თანაც ტაკას ხომ უთხარი გადამდებიაო. რატომ მაკოცნინე თუ იცოდი? მე არ მეშენია. დაივიწყე ექიმო. არ ღირს. ჩემთან ერთად წამოდი. და ხალხი რა სიტყვის? ისედაც ყველა მიცის რომ სვამ. ახლა გინდა მეძავთან ერთად იყო? თან მე არ მეყვარხარ. მაშინ დასალევი მომიტანე. კარგი. ექიმო. შეხედე. მაგარი სიურპრიზია. მოდით. რა სიტყვით?
დაამბალო მეჯინივე. იდიოტო, მკვდარი ხარ. შელუპოს დანა დაარტყი და ამისთვის გადაიხდი. იშურის ძიებას აპირებს. მკვდარი ხარ. გაჩერდი. გაჩერდი მეთქი. ხედავ ლუპო, საჩუქარი მოგიტანე. როგორც იქნა შევხვდით. ეს რა არის? როგორ მოგივიდა? მიპასუხე. ძველი ნაიარებია, ბავშვობაში დამეწვა. როგორ? არ ვიცი, არ მახსოვს. დედა შენი ვინ არის? შენი დედა. ჯოვანა. ჯოვანა? ფაჯეტას უბნიდან? ხო. მე ამბოხე მიძა. ჩინცია ტორინის სერიალი. მეექვსე სერიის დასასრული. გახმოვანებულია სტუდია Bravo Records-ის მიერ.